კარგი ამბავია, რა თქმა უნდა, ამ დაბნელებულ სასამართლოს დარბაზებში, სადაც არ ჩანს არსად სამართალი, დღეს სხივი შემოვიდა. ეს სხივი იყო სტრასბურგის სასამართლოს ძალიან სწრაფი, მოკლე დროში დაწყებული პირველი ეტაპი. ეს პირველი ეტაპი არ არის მარტივი. ჩვენ საჩივარი გავაგზავნეთ სულ ცოტა ხნის წინ ანდრო ჭეჭინაძის პატიმრობის თაობაზე, გასაჩივრებული რამდენიმე მუხლი ევროპული კონვენციის, ეს ეხება პატიმრობის გამოყენება, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას, გამოხატვის თავისუფლებას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას. პირველი ეტაპი ეს გავლა არ არის მარტივი, ბოლო პერიოდის პრაქტიკას ვინც იცნობს სამ სასამართლოს. ანუ საქმის წარმოებაში მიიღება, ეს არის პირველი ფილტრი, როდესაც იღებს საჩივარს, ამოწმებს საფუძვლიანობას და შემდეგ უკვე თუ ხედავს, რომ არის მასში საფუძვლები, რომლითაც შეიძლება დაიწყოს ამ საქმეზე განხილვა და მუშაობა, მას ენიჭება ნომერი და იწყება უკვე კომუნიკაცია. ანუ იწყება უკვე ამ საქმესთან დაკავშირებული პროცედურები. და ეს მოხდა ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ პრაქტიკულად საჩივრის შეტანიდან 3 დღეში იყო უკვე სწრაფი ტემპია სტრასბურგისთვის. ნამდვილად ძალიან სწრაფია და ეს აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან რამეს. მე ამას ასევე ვუკავშირებ, რომ აპრილამდე ქონდა ვადა, გვახსოვს ყველას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტრასბურგის ცნობილი რეზოლუცია, როდესაც მიეცა აპრილამდე ვადა საქართველოს დელეგაციას და მთავრობას, რომ პოლიტიკური პატიმრები და ესე ძალიან უჩვეულო იყო ამ ტერმინის პირდაპირ გამოყენება რეზოლუციაში გაათავისუფლეთ. და არჩევნების დანიშნვის საკითხი გადაწყვეტეთ. აპრილი დადგა და აპრილს არის აგერ ხდომა ჩანიშნული და აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. პირიქით ნახეთ უკუსვლები, კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებების სურათი. ამიტომაც ეს არ არის ხედავ, იმიტომ რომ ვინც იცნობს სტრუქტურას, ხო, სასამართლო და ევროპის საბჭო ჯერ სასამართლო ეფუძნება ამ ევროპულ კონვენციას და საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური კომიტეტია, რომელსაც მე მათ შორის წელი თავმჯდომარეობდი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს. ეს არის ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ორი სტრუქტურა, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ საერთო სურათს, პოლიტიკურ კონტექსტს, ზეწოლის ბერკეტებს რა არის გამოყენებული და მათ შორის ეს საქმე მრავალი პირის მიმართ, არა მხოლოდ ანდრო ჭეჭინაძის მიმართ, რომელიც დღეს ძალიან გახარებული იყო და არა მხოლოდ ის ნახე აი ამ დაკავებულ ბიჭებში, აი სიხარული სხივი, აი ამ კარგი ერთი დასაწყისით, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უყურებს დიდ სურათში ამ დამოუკიდებლობის, რა თქმა უნდა, დაცვით. ერთი კითხვა მიჩნდება ახლა ქალბატონო ეკა, 7 აპრილს მოსალოდნელია სხდომა, არაფერი არ შეასრულა ქართულმა ოცნებამ, ჯერჯერობით ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სამ ქვეყანას უარი არ უთქვამს სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულებაზე იმპლემენტაციის ხარისხით. საქართველოს არ არის, ასე ვთქვათ, დაბალ დონეზე ასრულებს ჯერჯერობით და აი არის რისკი, რომ შეიძლება დატოვოს საერთოდ, ხომ? ყველა ასეთი სავალდებულო სტრუქტურა ისეთი ტემპით მიიჩქარის ივანიშვილის რეჟიმი კრემლის გზაზე და შეიძლება ეს საკითხიც დადგეს დღეს წესრიგში. ხო, ეს თული თემაა. ეხლა არავინ არ ეკითხება დელეგაციას იქ დატოვებას, თვითონ თუნდაც სულ გამოჩნდებიან და მალე ვერც გამოჩნდებიან ევროპულ სივრცეში ისეთი სისწრაფით ხდება ამ სანქციების საკითხი, მაგრამ აქ ქვეყანაა წევრი ევროპის საბჭოს, რომ წულუკიანი კი არ არის წევრი ან რომელიმე სხვა პირი, ვინც არის ამბიცია ამ დელეგაციაში. ქვეყანაა ევროპის საბჭოს წევრი და ვალდებულია შეასრულოს ეს რეკომენდაციები და რეზოლუციები, რაც მიიღება. ამიტომ თუ გაბედავენ და თავისი მოქმედებით ქვეყნის მიმართ დადგება საკითხი წევრობის შეჩერების, ეს ეხა იმაზე უფრო მძიმე ამბავია, ვიდრე ის რაც 28 ოქტომბერს კობახიძემ თქვა. და არ ვიცი ხა ასე ცეცხლთან თამაშის თავი რო არა აქვს ეს დღევანდელ საკადრო გადაწყვეტილებებსაც ეთყობა. კი, ეთყობა რა თქმა უნდა. ეთყობა მაინტერესებს. არა, უკიდურესიდან იცნობთ ამ პროცესს. ამიტომ ჩემთვის ეს არის ესეთი რედგენის სურათი, რომ ეხა ლილუაშვილის ვადაზე ადრე ოქტომბერში გაზდის ვადა, ხო? თან იცით ეს რომ
როგორი პოზიცია პარლამენტი ირჩევს სხვა ტიპის დამოუკიდებლობის ფორმალურად თუნდაც კანონის დონეზე დამოუკიდებლობის მანდატი მივეცით თავის დროზე. მაინც ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა, შეიძლება ასე ვთქვათ, სუსის უფროსი. უფრო გამოხატული ხა ანრი ოხანაშვილთან შედარებით ყველანაირი ეპიტეტი შეიძლება აი ესეთი შტრიხის ინდივიდუალური შტრიხის თვალსაზრისით ხა ანრი ოხანაშვილი დავალების მიცემი ვერასდროს ვერ იქნება იმ სტრუქტურაში. იქნება სულ შემსრულებელი და მგონი რომ ამ თვალსაზრისითაც არის განსხვავება და იქიდან წამოსვლა ლილუაშვილის არ მგონია რომ ეს იყოს ის რომ აი 6 თვით ადრე მოდი რა 6 თვით ადრე რატო 1 თვით ადრე მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას თუ იმ სამინისტროს მაინც აძლევ რაღაცა სახელს დამოუკიდებელი სტატუსი ჯერ azt ნიშნავს თავრობის შიგნით დამოუკიდებელი სამინისტროს აი ეს კიდე ცალკე სამართლებრივი და პოლიტიკური ნონსენსი რაღაცა ეს როგორი სიცრუეების კადრება შეუძლია ამ ადამიანს რა კობახიძეზე ვამბობ მაგრამ ნუ ეს ხო თავისთავად სიტყვების თამაშია რომ თითქოს რაღაც წონა მისეს ახლა იმ სამინისტროს უფრო მეტი თორე რას ნიშნავს სამინისტრო ყველა მთავრობის ქვეშ როგორი სტატუსიც არ უნდა მიანიჭო ყველა არის ერთი ჰორიზონტალური რანგის და ის არის პარლამენტის ქვემოთ თავის სტატუსი. შიდა კრიზისი, შიდა ქაოსი, შიდა აი მწვრთნელს რო ამოეწურება, მეც რომ მიყვარს სპორტი, იმიტომაც ხშირად ვიყენებ ესეთ შედარებებს. მწვრთნელს რო ამოეწურება სათადარიგო სკამზე, შემცველი, რომელიც უნდა გამოიყვანოს მოედანზე. აბა რა უნდა ხა ოხანაშვილს სუსის უფროს თანამდებობაზე ხო არის ეს რაღაცა უნიჭო კომედია. თორე კომედია ესეც საინტერესო ყურებელია. ეს ნიშნავს რაღაცნაირად კობახიძის კადრი არის ოხანაშვილი? კი, არის, მაგრამ არა, ეგ არც ფიქრობ, რომ ეხლა კობახიძე მოერია თუ გაიტანა ესე გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებს და ვერც მიიღებს. ვინ წინაურდება ივანიშვილის კარზე, ასე ხომ არის? მე უფრო მგონია, რომ გონი ადამიანის გონი, რომელიც რაღაც ეტაპზე სიგიჟის პროცესშიც კი, როცა ჩადიხარ ბევრ ცუდ საქმეს რაღაცა რაციონალური მომენტი ყველას უდგება. არ მგონია ლილუაშვილი ვერ ხვდებოდა სანქციების წნეხი როგორ უახლოვდება თან ისეთ პოზიციაზეა, ხო? ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ამბავი. დღეს ხო უსაფრთხოების სამსახური გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიულ დანაყოფად. და ნებისმიერ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიც ჩამოაქციეს ნდობის თვალსაზრისით მიწასთან გაასწორეს და არ ვიცი როგორ არ ახელვებთ იქ დარჩენილ კარგ პოლიციელებს ხო არიან კარგებიც იქ და იმ კარგ ადამიანებს როგორ არ ახელვებთ მაგრამ ლილუაშვილი ამას ვერ ხვდებოდეს თან ის ადამიანია ვისაც ელაპარაკებიან დასავლელი პარტნიორები. იყო ასეთი მოსაზრება რომ ივანიშვილმა სწორედ ლილუაშვილი გაგზავნა შეერთებულ შტატებში და სხვაგანაც და სხვაგანაც. დიახ. ჩამოსული ის მიდის თუ უბრალოდ ადგილობრივი არჩევნებისთვის რომელიც პრიორიტეტია ივანიშვილისთვის ადგილობრივი არჩევნებს სუსის უფროსის პოზიციიდან ვერ მიხედავდა აბა ვინა გვარებს თავისი სურვილით გაეცალა ასე გონიათ? არ ვიცი მაპროვოცირებელი იყო მისი რაიმე მოქმედებები მე მგონია რომ თავისით იქიდან ვეღარ გამოდის თუ გამოდის პირდაპირ უნდა წავიდეს მაგრამ რაღაცა შიდა გამოფიტული პროცესი ჩანს უკიდურესად მძიმე ვითარება შიგნით რო არის ჩანს ეხლა ევროპული ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ რო ზედიზედ ასანქცირებენ ამ ადამიანებს ეს ხო არის გრძელვადიანი დამღა. ეს არ არის მოკლევადიანი სამგზავრო რაღაცა მარშრუტების შეზღუდვა. ეს იმდენი წელი დარჩება და შეიძლება მთელი ცხოვრებაც დარჩნენ ან დამღის ქვეშ. ეხლა ეკრანზე კამერებთან როგორ გამოჩნდებიან და არ შეიმჩნევენ თუ შეიმჩნევათ ეს კი არ არის მთავარი. შიგნით რაღაცა იმად გარდა ვინც მექანიკურად გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტი ეს აწუხებთ.
კი ბატონო. გარკვეული შიდა კონფლიქტები და ეს პროცესი ძალიან მძიმე, ჯერცეთი ჯანსაღი განწყობა არასდროს არ იყო ჩვენი სასამართლოს თემაზე და ეს შემთხვევითი არ არის ხო მურუსიძე ჩიჩალაძის ბრიტანული სანქციები, ხო უმძიმესია ბრიტანული სანქციები. მურუსიძეც ამოსახა მთლად არ არის სასიამოვნო ეს ამბავი. აი უმძიმესია. იქ რაღაცა მე გლობალური ის რაღაცა. ხო, ნუ რა უნდა თქვას ახლა, ხო, სინამდვილეში ძალიან წერტილოვანი და ესეთი მიზანმიმართული დარტყმა და არა იმიტომ რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები სასამართლოს პარავენ და წაიღებენ ახლა მართლმსაჯულებას ბრიტანეთს რომ მართლმსაჯულება აქვს ეგეთი გვეღირსოს ოდესმე მიახლოებული რომ ვიყოთ ან ბრიტანეთს რომ პარლამენტი აქვს აქ იმიტომ არის ეს წერტილოვანი დარტყმები რომ ივანიშვილისთვის რეალური ბერკეტი არის დღეს სასამართლო. და არის რეპრესიული სამართალდამცავი უწყება. და რომ გამოაცალონ ეს და გამოეცლება ის ვერაფერს საკუთარ მოქალაქეებს ვეღარ დაუშავებს. დღეს რითი აყენებენ ზიანს მოქალაქეებს? სასამართლოთი რა თქმა უნდა. ეს თავარი იარაღია. ეს ისეთია რომ ტერორისტს რო ხელიდან იარაღი უნდა წაართვა, რომელიც ქვეყანა რომელმაც შეიძლება ააფეთქოს მთელი სამყარო და ეხა საკუთარ ქვეყანას აფეთქებენ. მას ხელიდან ართმევენ ინსტრუმენტებს. და ეს გავლენას ახდენს. შეიძლება ჩვენ ამას ერთი დღე, ორი დღის, თქვა მოკლე მანძილის ეტაპზე ამ შედეგს ესე მყისიერად ვერ ხვდებით. მე უფრო მეტად გრძნობ ხა ამას, იმიტომ რომ ჯერცე თქვენს ხო, ჩვენ ხო გვაქვს ეს გამოცდილება ბოლო წლების ბოლო წლიანი ისტორია რა არის, რომ როცა რეჟიმს უჭირს ეს ეტყობა რეჟიმს, კი ბატონო. ასე აბლენს და შემდგომ ეს მათ შორის ეს კომისია, აი დაიმახსოვრეთ. როგორ მოუტრიალდებათ მათ თავად უკან. ამ კომისია მათივე მიღებული ღალატის მუხლი? მათივე მიღებული ღალატის მუხლი. მათი დადებული დასკვნები. უბრალოდ იმას დაემატება რა. ამ კომპონენტს კი მართალია იმეორებენ იმას, რაც მე თავის დროზე გავაკეთე, ეს არა ის ნაწილი არ უნდა დაკავშირებით. ვიდრე დაუბრუნდებით კომისიაზე, მოდით თქვენ შეერთებული შტატებიც ახსენეთ და დიდი ბრიტანეთიც და წავიკითხავ ამბავს სახელმწიფო დეპარტამენტმა Global News-ში შეკითხვას უპასუხა, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობითი პასუხია ეს და მოდით წავიკითხოთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ტემი ბრუს ბრიფინგზე შემდგომი შეკითხვა დავუსვითო წერს Global News-ი. ქონდა თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოს მმართველ პარტიასთან და თუ ასეა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის. როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციის მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს იყო კითხვა. მოვისმინოთ პასუხი. აქ საუბარია რომ ეს უცვლელად გვთავაზობენ მოწერილ პასუხს. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ბენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიღებულ წერილში, დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში. ჩვენ ახლა გავიაროთ დეტალურად, ვიდრე კომისიაზე გადავალთ ქალბატონო ეკა, ანუ აქ ნათქვამია, რომ ჩვენ ვუთხარითო ქართულ ოცნებას კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გადადგან მათ. იმისთვის, რომ განწყობილნი ვართ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ეს რომ აჩვენოთ, ანუ განწყობის საჩვენებლად ჯერ ნაბიჯები გადადგითო. ეს იყო შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრაც მაკა ბოჭორიშვილთან. რამე ნაბიჯებს ხედავთ გადადგმულს? არა, ვერაფერს ვერ ვხედავ, ნაბიჯებს ხედავ.
საპირისპირო მოძრაობას ვხედავ და ირაციონალურ ქმედებებს, იმიტომ რომ ცდელობა დიდი ხანი არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქართული ოცნების, რომ ძალიან დიდი ხანია მათ შორის მეც დამოუკიდებელი წყაროებიდან ვიცი, რომ კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ამბობენ, რომ აი ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ნდობა არა აქვთ, არენდობიან და უმნებენ, რომ აი კონკრეტულად აჩვენეთ. აჩვენა, აი მაგალითად არჩევნების საკითხზე მიიღეთ გადაწყვეტილება, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლეთ. კი, აქ ცალსახაწერია, რა შეიძლება ეს ნაბიჯები იყოს. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. ანუ პატიმრების გათავისუფლება აქ იკითხება და ეს შემწყდავი კანონები, ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. ანუ არჩევნები. იმიტომ რომ ბოლოს მათ შორის ამ შეგონებების შემდგომ და საპარლამენტო რეზოლუცია ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ევროპარლამენტის მათ შორის მას შემდეგ მოხდა ეს კანონები, რომელიც მესამე მოსმენით მიიღეს. თქვენი მედიის მოგუდვის და აი ამ ძიმე ცენზურის ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივების ფარას ტიპის რაღაცა ვითომ ანალოგი და ამ დროს ახლა ხელი მოაწერეს ხო შორის ყაველაშვილმა აი ამის ფონზე დიახ ეს არის ამის ფონზე ეუბნები სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას რომ მოდი ჩემს მერთ კეთილგანწყობილი იყავი და ეუბნებიან რომ ვერ ვიქნებით იმიტომ რომ თქვენ აჩვენებთ სრულად ღიად ავტორიტარულ ნაბიჯებს და ეს კომისია რომელთაც აი არ შემიძლია არ ვთქვა უბრალოდ მართლა მოუბრუნდებათ მათ ყველა ის საკითხი ომის თემის გარდა ჩვენ არ შევხებივართ მანდატის პერიოდში როდესაც მე მუშაობდი ამ რეპრესიული პერიოდის შეფასებაზე ყველაფერი შეფასებულია დადებულია ამას აკლია მთავარი კომპონენტი იმიტომ რომ იმ დასკვნით რაც მაშინ მე მოუმზადე პარლამენტს მთავარი იყო სასამართლო რეფორმა ვთქვით რომ აი ეხლა სასამართლო რეფორმის დროა და დაუძახონ მოსამართლეებს ის რეპრესიები მოსამართლეების ხელით კეთდებოდა თავზე ხელს რო უსმევენ და ეუბნებიან რომ კარგი ბიჭები და გოგონები ხართ უკვე დაუძახონ ერთ მოსამართლეს გაბედონ და მაშინ ივაშკაცოს მერე წულუკიანმა და მაშინ თქვას რომ ის გაბედული და ძლიერი ქალია და პოლიტიკოსია ცოცა მურუსიძეს ან ჩინჩალაძეს მოუხმობს და მე მოუყვებიან ან მე მოუყვები კიდევ ერთხელ თუმცა იცის ჩემგანა ძალიან კარგად როგორ არის კალდონე მე როგორ უნდა დამიბაროს არელით მისგან ასეთ რამე. როგორ უნდა დამებაროს და იმისთვის არის მზად მოისმინოს როგორ მოუყვები კიდე უფრო მწვავეთ როგორი გარიგება შედგა თქვით რომ იმუშავეთ ამ პერიოდზე წესით აინტერესებდეს უნდა რა გამოიძიეს. სიამოვნებით გავუზიარებ მე პირადად განსხვავებით არ ვიცი სხვა პოზიციებისგან აი ამისთვის რომ გავუზიარო და თან საჯაროდ კიდევ ერთხელ გავახსენო როგორ მოხდა მათი გარიგება კლანთან რის გამოც მე მაშინ გადავდექი და დავტოვე ის პარტია რომელზეც იმაზე მეტი ამაგი მაქვს ვიდრე ყველა მათგანს ახლა ვინც ყელყელაობს იქ მაგრამ უბრალოდ კეთილშობილური იდეით იყო ის შექმნილი და როგორ გაურიგდნენ და როგორ დაანგრიეს ყველაფერი რაც იყო ღირებული ნუ ამის მოსასმენად თუ მზად არიან მე არ მაქვს პრობლემა ქალდონოიკა აი ახლა რომ დავუკავშიროთ აი ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტიდან იგივე საკადრო გადაადგილებებს ლილუაშვილი რომელიც დასავლეთში ივანიშვილის მომლაპარაკებელი იყო შეიძლება ეს ასე ჩავთვალოთ ფარას ხედმოწერილი კანონი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მაგრამ ივანიშვილის პრეზიდენტის მხრიდან. ანუ უარი ფაქტობრივად ნაბიჯების გადადგმაზე და ლილუაშვილის სხვა პოზიციაზე გადაყვანა. შეიძლება ერთი ჯაჭვი იყოს? ყველაფერი ერთი ჯაჭვია. ყველა დეტალი ცალკე აღებული არის ერთი დიდი სურათის შემადგენელი ნაწილი და ამ დიდ სურათში უნდა შევხედოთ ახლა ამ პროცესს. ეს არის ისეთი სახიფათო დანაღმული ველი, რომელიც შექმნა თავად ოცნებამ, თავადვია იმ დანაღმულ ველზე და უკიდურესი სისუსტე ჩანს სწორედ აი ამ ქმედებებში მათ შორის აეროპორტში ცნობილი დახვედრა კვერცხების როლა ხო როგორც ახვნენ გახარიას პრეზიდენტს რომლის საქმე საერთოდ არ გამოიძიეს და იმალება ხან გამომძიებელი ხან პროკურორი ერთმანეთს ემალებიან და ხან ერთს ვეცებ ხან მეორეს მაინც არ ვეშვები და არც მოვეშვები მივყვები ამ პროცედურებს მაგრამ აი რას დაემსგავსა რომელი უწყება სიცოცხლის უნარიანი ერთით სურათში აბსოლუტურად მოკლეს ყველა ის ინსტიტუტი რომელიც
აი იმ დასაწყის პერიოდში, მაინც 13, 14, 15 წლები, როცა ჩვენ უვიზო მიმოსვლის თაობას გააწყოტილება მივიღეთ და ვაჩვენებდით ამ პროგრესს. აი ეს რაღაცნაირად ამით მაინც ხო უნდა იტრაბახო ან თავი მოიწონო, აი ყველაფერი გაანადგურეს. ეხა გაანოლეს. არის ძალიან სახიფათო მათვის ეხა ეტაპი, უბრალოდ შეიძლება ჩვენი მოქალაქეები ძალიან დაიღალნენ ნაწილს არაფერი არ ეთყობა დაღლის დღესაც ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანი ნახეს სასამართლოს სეზოში დარბაზებში მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს გზა ბრძოლის უკიდურესად მშვიდობიანი არის მაგრამ აუცილებლად სრულდება ავტორიტარული უსამართლო რეჟიმის მარცხით კი ბატონო. ვიდრე მარცხამდე პოლიტიკური პროცესია, ეს ხშირად ემოციები ჭარბობს ამ პროცესში. საზოგადოების მხრიდან ხშირად არის მეტი პოლიტიკური აქტივობის, უფრო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მოთხოვნა რაღაცნაირი. ცდილობა წინააღმდეგობრივი პლატფორმის შექმნის, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 31 მარტს წარმოაჩინა ეს იდეა და მეორე შეხვედრა იყო უკვე. ხომ მაგრამ აქაც არ არის ერთიანობა ამ საკითხში არის აზრთა სხვადასხვაობა მათ შორის იმ სიტყვის აქცენტებზე რაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს იგივე სხვადასხვა მოსაზრება იყო დღეს მშობლებს აქვთ დაგეგმილი საგანგებო განცხადება 9 საათზე მათ აქვთ ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უფლება საკუთარი შვილების სათქმელი მიიტანონ საზოგადოებამდე. ხომ არ იცით მათი პოზიციების შესახებ და აი ეს დაძაბულობაში გადაშიგ ამ ფლანგზე აზრთა სხვადასხვაობა ხან გაუგებრობა ხან ზედმეტის მოლოდინი და მერე ფრუსტრაცია ეს დიდი ალბათობით ეხმარება ივანიშვილის რეჟიმს რაღაც ეტაპზე მაგრამ ამაზე დგას აი ამის აღმოსაფხრელად თქვენ სალომე ზურაბიშვილის ნაწილში მინდა გითხოთ რამდენად გათვალისწინებულია ყველა ასეთი თარიღის წინ ერთი და იგივე რაღაცნაირ ფრუსტრაციის ელემენტებიანი სცენარი. აი ამისგან დაზღვევა შეიძლება, აი წინ კიდევ 9 აპრილია. რა იწევს ხოლმე მოქალაქეების აი იმედგაცრუებას კი არა, აი რაღაცნაირ სხვა მოლოდინს და სხვა დახვედრას არ ვიცი. ეხლა მინდა კარგად ავხსნა როგორ ვხედავ მე ამ სურათს ახლო მანძილიდან, რასაც უყურებ ამ პროცესს. და ბევრი ადამიანი ამ 2-3 დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტექსტით მელაპარაკება, იხო შეიძლება და სხვა რამე მოესმინა, კიდევ უფრო სხვა რამე თქვა და ასე შემდეგ, ამავდროულად. მოდი ესე შევხედოთ პროცესს. ბრძოლის დროს და ბრძოლაში ჩვენ ყველა სხვადასხვა როლით, სხვადასხვა ფუნქციით, მაგრამ ყველა ვართ ბრძოლაში. თქვენ ბრძოლაში ხართ არანაკლები, სხვა შორისაც გაქვთ თქვენი პროფესიით, მე ჩემი, სხვა სავისი, ჩვენ ერთმანეთის გასაკეთებელს სრულად ვერ ავიღებთ და ერთ ადამიანს ნუ დავაკისრებთ იმაზე დიდ ტვირთს, ვიდრე შეუძლია რომ მან ეს აკეთოს. მესმის შეიძლება იყოს უკმაყოფილო მე პატიმრების ოჯახების ნაწილთან რა თქმა უნდა მაქვს კომუნიკაცია, იქაც არის განსხვავებული მოსაზრებები. მათიც მესმის და ყველაზე მეტად მათი მესმის, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს მაგ ადამიანებთან ვარ, წლებია ჩემ პროფესიით, მაგრამ პოლიტიკური პროცესი უფრო რთულია, ამის გამოცდილებაც მივიღე საბედნიეროდ თუ საუბედუროდ. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან გააზრებულად ჩემი აზრით და ეს სიტყვა თვითონ დაწერა სხვა შორის რაღაც კომენტარები იწერებოდა, ვინ დაუწერა, მე ხო არ და მე არ ვწერს არავის სიტყვას, ჩემს სიტყვებსაც არ ვწერ არასდროს. თვითონ წერს ძალიან კარგად გამოდის ძალიან კარგი ტექსტით. ძალიან მე მგონი ძალიან მოზომილად, შეგნებულად, იმიტომ რომ არ გაეჩინა არასწორი მოლოდინები, უთხრა პირდაპირ გულსრფელად სათქმელი ხალხს. რა არის მისი როლი? და მისი როლი არის ეს, რომ გარეთ ცივილიზებული დემოკრატიული სამყარო მას ელაპარაკება ქვეყნის წარმომადგენლად, ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ეს ხიდი, რომელიც ძალიან გვჭირდება ჩვენ ცივილიზებული სამყაროდან ამ ბრძოლაში, გადის სწორედ პრეზიდენტზე და მისი ფუნქცია შიგნით, რომ ის იყოს თავისი ახლა სტატუსით, გამოცდილებით თუ ფაქტორით შემკვრელი და გამაერთიანებელი. ნუ მოვთხოვთ ახლა სალომე ზურაბიშვილს რევოლუცია მოაწყოს ქვეყანაში. ეს არ არის მისი როლი. მე მგონია რომ თუ მე ახლა ძალიან პირდაპირ ვთქვი,
შეიძლება ეს, აბა რა უნდა რა ფრაზა ასე ვთქვა თუ ისე ვთქვა, საგამოძიებო კომისიაზე ეს ფრაზაა გადამწყვეტი, არ მგონია. რამდენიმე გამომსვლელი იყო კიდე ამაზე, რაც მესმოდა მე. ეს არ არის არსებითი, ამის გმა მინდა. არსებითი რაც არ არის. ანუ ომთან დაკავშირებული თემა იყო, წინა დღეებშიც ვინც სტუმარი მყავდა, ყველა მოლოდინი იყო, რომ მან რამე უნდა თქვას. ეს მეც მესმოდა იმ დღესაც წინა დღეებშიც და სხვათა შორის საგამოძიებო კომისია რო შეაფასა, კიდე უფრო მძიმე შეაფასა. ის სიტყვები უფრო მძიმე მოსასმენი იყო დღეს. რა თქვა ამას გულისხმობთ? დღესაც და იმ დღესაც როცა თქვა ვიშინსკის როცა შეადარა, მე მგონია რომ აქ კი არ არის ყოყმანი და ჯერც ერთი ფრაზეოლოგია შეიძლება ვიღაცა შემის არ მოწონს ვიღაცას ეს არ არის მთავარი ამბავი, რის გამო ჩვენ ერთმანეთი უნდა დავასუსტოთ და შევუტიოთ. ბრძოლაში, არ ვიცი, მე ესე მესმის მოცემული დროის, აი ჟამის შეგრძნება უკაცო იმ ბძენმა კაცმა როდის თქვა ეგ თუ არ გვესმის რომ ბრძოლაში იმის დრო არ არის სოფო, ეხა არ მომწონს მე ფურცელზე შენი აბზაცები როგორაა განლაგებული რა, ძალიან რა დროს ეს არის? ბრძოლაში რა დროს ეს არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ამ თემებით დაუწყოთ შიგნით ჯაყ-ჯაყ. არ არის ეს სწორი მიდგომა. როგორც ჩანს იქ კიდევ უფრო სერიოზული თემებია. ბრძანეთ, უბრალოდ აი განხეთქილების ვაშლი მაგალითად ადგილობრივი არჩევნების თემა არის, რაც შემოდის, ესეც არის გამყოფი. ერთი პარტიის გარდაო, აი ესეთი ღია ტექსტით ეწერა მაგალითად ნიკა გვარამიას გახარიას პარტიაზე ეწერა. აქაც ახლა ძალიან უფრთხილდები, იმიტომ რომ ხშირად მიწევს მათ შორის ეს კომუნიკაცია, კონსულტაციები და რაღაცა მე თვითონ უფრთხილდები იმას, რაზეც მე ვამბობ, რომ არ მომწონს ახლა ბრძოლის პროცესში, როცა საერთო მიზანი გაქვს, რა დროს ერთმანეთთან ქიშპობაა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ისტორიული ქვეყნის, აი ეს უდიდესი ისტორიული სისუსტეები სულ გადიოდა მშიდა ბრძოლებზე. და დღესაც ახლა ხო მოდერნიზებულია ეს ფორმები, მაგრამ შიდა ბრძოლებში ვასუსტებთ ერთმანეთს, როცა წინ ყავს, კაცო მართლა კობახიძეს ხო არ ვებრძვით და ანუ ხანაშულს, ხო ვინ არის ან ერთი ან მეორე, მის უკან დგას მონსტრი, ოკუპანტი, ქვეყნის ინტერესები, ხო, რომელსაც ატარებენ და ეს რომ გავიაზროთ, რომ ამ პროცესში ერთმანეთს ეხლა ან ვაძლიერებთ, ან მეტ მოტივაციას ვაძლევთ, ვამხნევებთ და არ ვასუსტებთ. თქვენთვის არ არის ეს თემა გადამწყვეტი, ეს მინდა ვიკითხოთ. ადგილობრივი არჩევნები, რა დროს ადგილობრივი არჩევნებია? ამაზეც მაქვს ჩემი პოზიცია. რა დროს ეხლა ადგილობრივი არჩევნებია, როდესაც მოთხოვნა არის მძევლების განთავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები რომ დაალაგო. პარტიების ნაწილს მეაჩნია რომ ეს პრინციპული საკითხია და ამაზე უნდა იყოს თანხმობა. სწორი, თანხმობა უნდა იყოს, მაგრამ არ მგონია სწორი რომ ეხლა თქვა რომ გავდივარ ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც მთავარი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო ზუსტად ამას ამბობს პარტიების ნაწილი, რომ აი აქ წავიკითხავ, რასაც გულისხმობ ქალბატონოეკა. აი საუბარი იყო რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, ანუ ფუნდამენტურ საკითხებზე სრული არათანამშრომლობა რეჟიმთან, ეს არის მოთხოვნა გვარამიას ეწერა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი, რაც დღეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა ეს უარი თქვა კომისიებზე და მსგავს ქმედებებზე მკაფიო და ცალსახო უარის გარეშე მეტიც შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი, სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერების გამო, რასაც მოყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის გახარია საქართველოსთვის უარის გამო ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამოუკიდებლო დოკუმენტში არ მიგვაჩნია გამართულება. ეხლა ნახეთ. ამან ნიკამ გამოიტანა, ასე ვთქვათ, საჯაროდ საკითხი, რაც მისთვის იყო ფუნდამენტურად მიუღებელი. ეს ერთი პარტია მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე რაღაცა. თვითონ თქვას ყველამ ის რა უნდა, მე რატომ უნდა ვახმოვანო ეს პარტიები? მე გეტყვით ერთ რამეს, რომ როდესაც ხედავთ, რომ ის ტექსტი მუშაობდი საარჩევნო დოკუმენტის ტექსტზე, ეს არ არის ხალხო გამოსვლის ტექსტი, არის საარჩევნო წესების ტექსტი, დეკლარაცია, სადაც არის წესები როგორ ვატარებთ არჩევნებს. აი იქ გაჩნდა ეგ საკითხი, უნდა ჩაიწეროს თუ არა აქ რა დროს ადგილობრივი არჩევნების ჩაწერა, როცა ვლაპარაკობთ ახალი საპარლამენტო არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს. თუ ვხედავ რომ მე და თქვენ რომელთაც გვაქვს საერთო მიზანი, დიდი მიზანი, რომ უნდა მოვერიოთ ამ ჩვენს მტერს და ქვეყანაში გვინდა რომ სამართლიანობა დავამკვიდროთ. ამ საკითხზე ვერ თანხმდებით. ამის გამო იმ დიდ მიზანზე უნდა ვთქვა თუ არა, თუ გადავდოთ ეს საკითხი და მოვა ის ოქტომბრის პერიოდი და გამოჩნდება ვის რა პოზიცია აქვს და მივიდეს ამომრჩეველ შეხედოს თვალებში. ამის გამო რატო უნდა დავაზიანო უფრო დიდი მიზანი? აი თუ ვერ ვისწავლით რაციონალურ გადაწყვეტილებებს, აი პოლიტიკაში განსაკუთრებით,
სულ მიკვირს მაშინ რა არის ის რამაც უნდა მიგახვედროს რომ რა არის სწორი გადაწყვეტილება დღეს აქ და ამჟამად აი ეს არის ეს სუსტი ადგილები რასაც ყოველთვის იპოვის ოცნება და ივანიშვილი ასეთ თემებზე სულ ექნება მას პროვოცირების შესაძლებლობა ანუ თემაზე რომელზეც ვერ გახსები გაიარე და გადადეს სხვა საკითხზე ეს არის თქვენი პოზიცია გასაგებია კი ბატონო ხო მოვა ოქტომბერის მოვა და ამ საკითხზე ვერან ვერ დაიმალება მაგრამ დღეს არ უნდა დააზიანო ის დიდი და ღირებული ბრძოლა რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი სამშობლოსთვის ეს იყო ჩემი სათქმელი